წყინვალე შვიდაულის სამშაბათს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღენიშნა. სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ტაძრის წინამძღვარმა მამავაჟა სონღულაშვილმა იქადაგა. ქრისტე აღსდგა, ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენ აღდგომიდან ამაღლებამდე აღდგომის სიხარული იგრძნობა და აღდგომის დღესასწაულის წარგზავნა ჯერ არ არის. ბრწყინვალე შვიდაულის სამშაბათს იქნა გამობრძანებული დედა ღვთისმშობელმა ინება, რომ ტომით ქართველი გაბრიელის ბერის ხელით იქნა გამობრძანებული ზღვიდან ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. მას შემდეგ დავანდა ივერთა მონასტერში, ივერთა მონასტერი თქვენის ქართველთა აშენებული არის. ღვთისმშობელმა როგორც აუწყარო, მე თქვენი მფარველი, ტომის მფარველი ვიქნები, მონასტრის მფარველი ვიქნები და დღესაც და ბოლო ჟამამსაც ყოველთვის იგრძნობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემწეობა. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შემწეობა საქართველოზე და ივერთა მონასტერზე, ქართველთა მონასტერზე. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დედა ღვთისმშობელი ფარავდეს. დღეს ჩვენ ვწირეთ სოფელ ძირკოკის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატით ქონდა სადღესასწაულო ლიტანიობა და დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. აღდგომის სიხარულით გვეხაროს ქართველ ერს უკუნითი უკუნისამდე. ამინ.